მთავარი ამბები გააქტიურებული მეწყრის ზონაში მცხოვრები ოჯახებით კიდევ ერთხელ დაინტერესდა ავარიული შენობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში ათობით მოსახლე შიშის ქვეშ ცხოვრობს. რამდენი ოჯახი შეისწავლეს გეოლოგებმა გასულ წელს რეგიონში და რამდენი მათგანი საჭიროებს სასწრაფო განსახლებას ხულოში. სტატისტიკა თორნიკე ხურციძე მოიწია. ეს არის ახალი ბზარი. თითქოს რო ხედავთ, სულ ახალი ბზარია. ხულოში სოფელ ვაშლოვანში მელაძეების სახლის კედლებზე ბზარები ყოველდღიურად მატულობს. ეროზირებული ნიადაგის გამო სახლი დეფორმირებულია და გეოლოგიური დასკვნის მიხედვით სასწრაფოდ გამაგრება საჭიროებს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. დახმარება ვთხოვულობთ, რომ დაგვეხმარონ. თითქოს გასამაგრებელი რომ გავამაგროთ, იმდენი საშუალებაც არ მოგცეს, რომ რამეში დაგხმარებოდნენ და მთავრობისგან ერთჯერადად გამოყოფილი 3,000 ლარით სახლის გამაგრებას სცადა სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებმა რევაზ რიჟვაძემ. იგი მიიჩნევს, რომ აქ ცხოვრება საფრთხის შემცველია, რის გამოც ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადაიყვანა. აქ ცხოვრება არ შეიძლება მიმართული მაქვს მე რაიონის ხელმძღვანელობაზეც, აჭარის მთავრობაზეც, რომ დამეხმარეთ და საცხა გადამიყვანეთ. აჭარის გეოლოგიურ სამსახურში ამბობენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარებას დაახლოებით 100-მდე ოჯახი საჭიროებს. გასულ წელს უწყებამ რეგიონის მასშტაბით 1600-ზე მეტი ოჯახი შეისწავლა. დღეს მდგომარეობით ხულოში პირველ და მეორე კატეგორიაში 78 ოჯახი ირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სახლები გამაგრებას აღარ ექვემდებარება. მიმდინარეობს ამ ტერიტორიების ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური შესწავლა, ადგილზე ხდება აქტის შედგენა, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გამგეობიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი თვითონ კონკრეტულ სოფელში. ტოლვითა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პრობლემა იმიტომაც არის მწვავე, რომ ყოფილ ხელისუფლებას მის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. მინისტრის ინფორმაციით 90-ზე მეტი ოჯახის გასახლებისთვის წელს მთავრობამ 1,800,000 ლარი გამოყო. ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტში ამბობენ, რომ 20,000 ლარს ის მრავალსულიანი ოჯახები მიიღებენ, სადაც არასრულწლოვანები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ. ბოლო 2 წლის განმავლობაში 31 ასეთი ოჯახის განსახლება მოხდა ხულოს რაიონიდან და ეს პროცესი გრძელდება. მიმდინარე წელს მაგალითად 1,800,000 ლარი არის გამოყოფილი სამინისტროს ბიუჯეტში და დაახლოებით 90-ზე მეტი ოჯახის განსახლება უნდა მოხდეს. ამ კატეგორიის მიხედვით ხდება თითოეული ოჯახის кейსის განხილვა, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაზრებების კატეგორიები ჩვენ უნდა მოგვაწოდოს იმ დაზრებების იმ მუნიციპალიტეტებმა, სადაც კონკრეტული ოჯახი დაზარალდა. მესამე სექტორის წარმომადგენელი მთავარ პრობლემად კანონ-პროექტის არარსებობას ასახელებს და რეგიონის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს. აჭარის მთავრობამ კიდევ ერთხელ დააყენოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან საკითხი, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს სტრატეგია, რომლითაც არა მხოლოდ აჭარის მთავრობა მოახდენს ამ ხელმძღვანელებს ამ სტრატეგიით, არამედ სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სხვა სამინისტროები. ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მთავრობა სოციალური სახლების პროგრამას ახორციელებს. 72 ბინიანი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ხულოშიც.